მოგესალმებით ჩემო მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით. დღეს მოვედი მძიმე არტილერიით. ეს გაშლა არ არის მათთვის, ვისაც არ უყვარს ერთ ვარიანტზე გაშლა, ვისაც არ უყვარს მძიმე თემების ჩახსნა, ჩაშლა, უფრო სწორედ და არ არის მათთვის, ვისაც გონია რომ ყველაფერი კარგად არის და ნორმალურად არის. მოკლედ ვარიანტი გვაქვს ერთი და ვისთვის არის ახლა ეს გაშლა ვნახოთ. კონკრეტულად იქნება გაშლა თქვენს პარტნიორზე, აქ ჩვენ მოვძებნით ყველაფერს, რაც არის ბნელი, რაც არის დაფარული, იქნება ეს ენერგეტიკული დაზიანება, ეგრეთ წოდებული ჯადოები და მსგავსი რაღაცეები, დამთავრებული ფსიქოლოგიური მდგომარეობით და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ესეთ ჭუჭყიან, ტვერიან, მწვრიან სხვენში დავიწყებთ ახლა ქექვას. გაშლა არის ერთ ვარიანტზე, ვის ეხება ეს გაშლა? გზის სხვადასხვა მხარეს დგახართ, ვისაც ეხება ახლა ეს გაშლა, ამ წუთას თქვენ ახლა ერთად არ ხართ. შავმა კატამ გადაირბინა თქვენ ურთიერთობაში და მე მგონი ეს შავი კატა საკმაოდ ესეთი ძლიერია და ღონიერია, სერიოზული ბარიერები აღმართა მან თქვენს წინაშე. არის თქვენ შორის პიროვნება ჩამდგარი კონკრეტულად და ეს არის ქალბატონი, ძალიან ძლიერი ქალბატონი, ძლიერი რა თვალსაზრისით, ძლიერი იმ თვალსაზრისით, რომ ახერხებს და ერევა თქვენს ურთიერთობას და ძალიან კვახეთ დგას აი ამ ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება და ყოფილიყო ძალიან კარგი, ძალიან ნათელი და ძალიან მშვენიერი. იყო კიდევაც ასე თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ინგრევა, თუ უკვე არ დაინგრა. ბევრი ადამიანი შეიძლება ერეოდა კიდევაც, ცდილობდა კიდევაც თქვენი ურთიერთობის გადარჩენას, მაგრამ არც არაფერი არ გამოვიდა. თითქოს ვნება გრძნობა ისევ შემორჩენილი არის თქვენ ორ შორის, თითქოს, თუმცა ესეც რაღაცნაირად ძალიან, იცით რა არის, რამდენად შეიძლება თქვენ გონიათ ახლა ესე, არ ვიცი, მაგრამ აი ყველას და ყველაფერს რო წალიკავს თავის გზაზე, ხო? აი ესე არის მოსული ეს ქალბატონი თქვენ ცხოვრებაში. ეს მესამე პირი, რომელიც ყველაფერს, კონკრეტულად იცით, რომ ეს სიტუაცია არის თქვენთან, რომ არის მესამე პირი, აი ამათ გეხებათ და მომენტალურად იცვლება თქვენთან სიტუაცია, ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი, აქ მერყეობა არ ხდება. ადამიანი შეცვლილი არის კარდინალურად და თქვენი ურთიერთობა შეცვლილი არის კარდინალურად. აქ იყო იდეალური ურთიერთობა და ფაქტიურად თქვენ ახლა ხართ დამცირებული, ხო? რეალურად თუ შეხედავთ სიტუაციას და მდგომარეობას, როგორც ხართ, რა ურთიერთობაშიც ხართ, რეალურად თქვენ ახლა ხართ დამცირებული, ხო? ამ ურთიერთობაში. არ ვიცი. კიდევ ვიცით როგორი მომენტია. აქ თქვენ კი არა, შესაძლოა თქვენი პარტნიორი არის აი ესე დამცირებულ მდგომარეობაში, ხო? აი სხვისი თვალით რომ შეხედავთ, არ ვიცი, აი აქ ორივეს თითქოს აი ეს მესამე პიროვნება ცდილობს რომ ორივე დაგამციროთ, ხო? აი რაღაცნაირად გაგანადგუროთ, გაგთელოთ, ფეხქვეშ გაგთელოთ, გაგატაროთ და აი თქვენი პარტნიორი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ხო? უბრალოდ ფიზიკურად არის ცოცხალი, არის, არსებობს, მაგრამ რეალურად ეს პიროვნება არის, აი როგორ ვთქვათ, გაყინული რა, ცარიელი ყინულია და არ ვიცი, თუ გადაგიწმენდიათ, ხო, დაურთქრეს შუშაზე რომ გადაწმენდაო ესე ხელით, რომ იქნებ დაინახო რაღაცა იმის იქით რა ხდება, ხო? აი ამ ყინულის საფარს იქით თითქოს აი ესე წმინდავს, რომ დაინახოს რა ხდება იმის იქით, მაგრამ იმდენად სიცივეში არის თვითონ მოქცეული, ხო? ამ დროს ეს ბავა ძალიან თბილი, ძალიან ბავშვური, კეთილი, აი ესეთი პიროვნება იყო, ხო? მაგრამ აი გაცამტვერდა ეს ყველაფერი, რამ წაიღო, საწაიღო, მოკლედ ჩიტმა წაიღო. ესეთი ამბავია. იმდენად შორს არის იმ პიროვნებისგან, რომელსაც თქვენ იცნობთ, რომელსაც თვითონ იცნობს, ხო? რომ აქ შეიძლება თვითონაც გაკვირვებული იყოს.
არა, აქ ნამდვილად, ხო. ერთნიშნულოვნად სიგნიფიკაციიდან, ასე ვთქვათ, მე უკვე გადავალ გაშლაზე, აქ ნამდვილად სამნი ხართ, აქ ნამდვილად ტრიოა, არის მესამე პიროვნება, რომელიც მთელ თავის ძალისხმევას დებს იმაში, რომ გაგანადგუროთ თქვენ, ცალკე პიროვნება, ცალკე თქვენი პარტნიორი, რომელიც ჩაიფიქრეთ. პიროვნებას აქვს პრობლემები. გადავედით ახლა გაშლის ნაწილზე და დავიწყოთ იქიდან, რომ მას აქვს გავითვალისწინოთ, მას აქვს პრობლემები შექმნილი, გაითვალისწინეთ პოტენციასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს. მოკლედ, მამაკაცური ენერგიები აქ ძალიან დახშული არის, ძალიან ესეთი შეკავებული არის და არის სერიოზული პრობლემები. ეს პრობლემები გამოწვეულია ზემოქმედებიდან, რომელიც არის მასზე. და დამიდასტურე კიდევაც რომ ეს პრობლემები გამოწვეულია მასზე, იქიდან რომ არის ზემოქმედებები. არის აქ ენერგიობა, მამაკაცური ენერგიები საერთოდ დაკარგული არის აქ. ხო, იკარგება. მოდი განაჩენი არ გამოუტანოთ ჯერ და მისი ენერგეტიკული ტონუსი არის ძალიან მძიმე. თითქოს აი ადამიანის აფლავის კარამდე მიდისო. ეხლა რასაც ვაკეთებ ჩვენ აქ, მე კიდევ ერთხელ, ყოველთვის ვიმეორებ, როდესაც ვაკეთებ ესეთ გაშლას, ეხაც გავიმეორებ, ვიღაცა შეიძლება ჩემი სიტყვები მობეზრებული აქვს, მაგრამ შეიძლება იყოს თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც პირველად უყურებს ჩემს გაშლას და გაუსკდეს გული და ვაიმე რაღაცები თავში მასთან ხელი, ხო, წამოვიწყას ხელი, რომ დედა ეს რა უბედურ დღეში ვარ. მეგობრებო, ეს არის საჯარო გაშლა, ეს არის გათვლილი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანზე, არა ერთ კონკრეტულ ენერგიაზე, მაგრამ ზოგადად ეს ვიცოდეთ ხომ, სამყაროც ესე არის მოწყობილი. არის ხოლმე რომ თვითონ გაშლა რომელიმე პიროვნებაზე ლაპარაკობს, ხო? ანუ მოდის სამყაროდან ინფორმაცია, საუბრობთ კონკრეტულ ვიღაცა პიროვნებაზე და ვკითხულობ კიდევაც, ხო? აი ეს გაშლა ვიღაცას კონკრეტულს ეკუთვნის და მართლაც მე მაკითხავს ეს ადამიანი, წერს და მეუბნება რომ იცით რა არის, აი ეს გაშლა თქვენთან რეზონირდა 100%-ით და რა გავაკეთოთ მიშველეთ და ნუ მე მივყვებით ხოლმე საქმეს, ხო? საჯარო გაშლით არასოდეს, აი ამის თქმა მინდა, საჯარო გაშლით არასოდეს არ გააკეთოთ დასკვნები, რჩევა შეგიძლიათ მიიღოთ, თუ გაშლა 100%-ით, 90%-ით მინიმუმ რეზონირდება თქვენ სიტუაციასთან თქვენია, თუ არა და თავში ქოსმოს შემოიხლით ტყუილად და პლუს ამას კიდევ აი ეს რჩევები, ის მინიშნებები, რასაც გაშლა მოგწონთ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიყენოთ სათქმელად, მაგრამ არ იღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არ მოქმედებთ საჯარო გაშლის მიხედვით. ამისთვის საჭირო არის პირადი კონსულტაცია, ამისთვის საჭირო არის დიაგნოსტიკა, აი მით უმეტეს ახლა პიროვნებაზე, რომელზეც ჩვენ აგვშლით, ფაქტია, რომ დიაგნოსტიკა მას სჭირდება. რა არის დიაგნოსტიკა, რომ ინახოს რა ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები არის მასზე. ჯადოს რო ეძახიან, მათ შორის ისიც აქ შედის, ხო? და აქვე, ვისაც ურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ 5111818, WhatsApp-ში ან Viber-ში მწერთ, არ მირეკავთ და ტარო სამყაროს Facebook გვერდზე მესენჯერში შეგიძლიათ მომწეროთ. ცოტა დიდი გადახვევა გამომივიდა, მაგრამ ასეთ გაშლებზე ჩემმა სენელებმა იციან, რომ ყოველთვის ვაფრთხილებ. ერთნიშნულოვნად ადამიანის ენერგეტიკული ძალიან დაბალი არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა ზღვართანაც არის მისული, იმიტომ რომ აი ეხლა უკვე მის ენერგეტიკას რამ გამოიწვია, რომ ნახულობთ, ნათლად ჩანს, რომ აქ არის ზემოქმედება გაკეთებული, რასახის არ ვიცი, ასე ვერ ვნახავთ, მაგრამ შესაძლოა იყოს მაგალითად ნეგრომაგია, ხო, გამოყენებული, იმიტომ რომ სწორედ ამას მიგვანიშნებს აქ. შესაძლოა. ძალიან მკაცრად ვიმეორებ აქ და ხაზგასმით ვამოქმედებს, ხო? შეიძლება იყოს აქ, მაგრამ მისი მდგომარეობა არის ძალიან, აი, ენერგეტიკული ტონუსი, მისი ენერგეტიკული დაცვა არის გარღვეული. არ ვიცი, თქვენ შეიძლება ოჯახის წევრებიც იყავით აქ, ხო? ოჯახის წევრებიც იყავით, ან მის ოჯახზეც არის შეტევა ოჯახის წევრებზე, ხო? მის ოჯახის წევრებზეც შეიძლება იყოს შეტევა. თუ თქვენ მისი ოჯახის წევრი ხართ, შეიძლება თქვენზეც არის, შეიძლება არ ხართ, არც გქონიათ შეხება არასდროს, მაშინ აქ მხოლოდ მასზე კი არა, რაღაცა მის ოჯახში შეიძლება ხდებოდეს ესეთი ამბავი, ან მის ოჯახზე, ასე ვთქვათ. და აქ ნამდვილად ნამუშევარი არის სწორედაც მის გრძნობებზე, მის ემოციებზე. ანუ დანგრეულია ეს ყველაფერი, დაშლილია ეს ყველაფერი. კიდევ რას გვეტყვის, კიდევ რას გვიმალავს, კიდევ გვიმალავს ეს ბნელი სხვენი და გვეუბნება იმას, რომ აქ არის რა, ხო? ნუ შეკავება რო არის აქ ეს უკვე ნახეთ, ეს უკვე დავინახეთ. პლუს ამას არის, რომ მარიონეტად არის ქცეული ვიღაცის ხელში. ანუ აი ეს შეჩერება, ეს უმოძრაობა მისი მხრიდან, ხო? იცით როგორ არის, თითქოს მასთან დრო გაჩერდა, თითქოს მასთან აი
აღარც მდინარე მოძრაობს, თითქოს მასთან აღარც ჰაერი მოძრაობს, აი ყველაფერი გაჩერდა, დრო გაჩერდა, ხო, აი გაშეშდა ერთ ადგილას და ეს ადამიანი აი ამ გაშეშებულ გარემოში, ხო, დაპაუზებულ გარემოში არის დარჩენილი მარიონეტად ვიღაცის ხელში. ძალიან ხარბი ადამიანია, ძალიან ეგოისტი ადამიანი არის ეს მესამე პიროვნება, რომელიც აქ არის თქვენთან, ესე ნაგლად წარმოდგენილი და იცით რა არის, იბრძვის, რასაც ქვია, აი ამ მთელი თავისი სიბოროტით, მთელი თავისი ნეგატივით იბრძვის თქვენს წინააღმდეგ, თქვენი პარტნიორის წინააღმდეგაც და აი ეს მიზანი რაც აქვს, მას აი ხარბად მიყვება ამას, ხო? იცით, აი მანდამაინც კაცი ეს მამაკაცი უნდა თავისთვის მარტო მამაკაცი არა. აქ ფინანსური დაინტერესებაც არის, მატერიალური დაინტერესებაც არის აუცილებლად, ხო? ანუ როგორც ჩანს, არ ვიცი, ან პერსპექტიული პიროვნება არის, ან დიდი შემოსავალი აქვს მას, რაღაცა, იმიტომ რომ აქ მერკანტილური ინტერესი არის მესამე პიროვნებისგან და არა მხოლოდ ის, რომ თქვათ მამაკაცი მოეწონა, შეუყვარდა და გასულელდა და უკეთებს აქ რაღაცებს. არა, აქ მერკანტილური ამბებიც არის, აქ სახლზეც არის, ქონებაზეც არის, ფულზეც არის, როგორც ჩანს, პერსპექტიულია და რეალურად ეს ბიჭი შეიძლება იყოს კიდევაც პერსპექტიული, კი ბატონო, კარგი ოჯახიშვილი შეიძლება იყოს, კარგი წარმომავლობის, რომელიც არის საოცარ ჩიხში, ტოპიკში, გამოსავალი არა, ყველა გზა ჩაუკეტა აბსოლუტურად. ფინანსებთან დაკავშირებით, არ ვიცი, შემოსავალთან დაკავშირებით, რატო შეიძლება სამსახურში გაეჭედა რაღაცა, შეიძლება მუშაობა არ უნდა, ან დაკარგა სამსახური, ფინანსებთან დაკავშირებითაც პრობლემა შემოდის აქ მამაკაცთან, იმიტომ რომ ფრთხილად იყავით, ვთქვათ, აქ თამაში არ დაიწყოს, რაღაცა რისკი არ დაიწყოს, ან მისთვის საკუთარი თავისთვის საზიანო რაღაცეები არ გააკეთოს. აი მასაც მიაქციეთ ყურადღება. არის ამის შანსები. Так, ეს ვისი ინიციატივა. აი ეს ქალი არის ძალიან დიდი, როგორ გითხათ, ხო? ქალის ინიციატივა არის აქედან. მამაკაცის ინიციატივა არ არის, არის ქალის ინიციატივა. ეს რას ნიშნავს? ანუ მამაკაცი არ არის ინიციატორი აი ამ ურთიერთობის, ხო? რაც დაიწყო ეს ურთიერთობა, თქვათ, იყო ხო რაღაცა და მერე ქალს აღარ უნდა თავის დანებება და ამიტომ აკეთებს რაღაცებს. არა, მამაკაცი აქ ინიციატორი ნამდვილად არ არის. მთელი თავის ენერგიას დევს ქალი აქ. მთელ თავის ენერგიას დევს ქალი აქ, რომ ყველაფერი აი ესე გააფუჭოს. ძალიან ძიმე სულიერი მდგომარეობა აქვს, ძალიან ძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს და საკუთარ თავზე, იცით, აი ნიღაბსაც ვეღარ იდგებს, იცით. აი როგორ თქვათ და რაღაცნაირად ძალიან ისეთ ენერგიებთან არის დაკავშირებული. ძალიან ნეკროენერგიები მოდის აქედან, აი არ ვიცი. არაკორექტული იქნება, მაგრამ ალბათ აი ხა მე ვიტყოდი რომ შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება მართლა ნეკრომაგია, ვიცით ხო რაც არის, ეს არის სასაფლაოს მაგია. სასაფლაოს მაგია გაკეთებული არის მის ბედნიერებაზე. და ძალიან ძიმე გამოსავალი მხოლოდ ძალიან რთული გამოსავალი არის აქ. ხო, ვიტყოდი რომ აქ გაკეთებული არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჯარო გაშლა ეს დიაგნოსტიკა არ არის, რა ინფორმაციაც მოდის. ამ ყველაფერს უნდა პირადად დასტურება და არ ვაკეთებ დასკვნებს ესე. კიდევ რა არის ბნელ სხვენში დამალული ამ ადამიანთან. ხოცა ცდილობს მის კეთილდღეობის მოპარას. იცით რა არის? აი ეს პიროვნება, მესამე პიროვნება, რომელიც აქ არის, ხო? მისი ინტერესი არის მერკანტილური. ეს მერკანტილური ადამიანია, მას სჭირდება ფული, მას სჭირდება სიმდიდრე და აი ამ ყველაფერს ართმევს, აი ამ ენერგიას, აი ეს ვამპირივით არის და ჯერ ხო მატერიალურადაც მიაქვს, მაგრამ ენერგეტიკულადაც მიაქვს ეს ყველაფერი. ჭამს და იკვებება ამით, აი მამაკაცის ენერგიით.
მამაკაც თვითონ საერთოდ განმარტოვება უნდა, არა და მშვენიერი პიროვნება იყო თითქოს, ხო? მეგობრული, მხიარული, თბილი. პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები არაერთხელ ამოგვივიდა ეხლა ჩვენ აქ და თან გვეუბნება რომ აი რა გინდა ეხლა ისეთი რაღაცა არის აქ რომ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებული კითხვები აქ არც უნდა იყოსო, ხო? ლოგიკურია. და თითქოს პირში წყალი ჩაიგუბა ყველა. მათ შორის ოჯახმა. არ ვიცი, ოჯახი არ ეხმარება ამ პიროვნებას. ამ პიროვნებას ყავდა ოჯახი. ნუ ესე იგი შეიძლება ცოლშვილიც ყავდა მას. ან ეხლა ყავს და უბრალოდ ცალ-ცალკე არიან. როგორი გათვალული. აქ კიდე ერთი პიროვნება ამოდის. ანუ აქ წყვილის წინააღმდეგ 1-2 პიროვნება. ორი პიროვნება არის კიდევ. შიშები. შიშები აქ. სიყვარულის გზნობის, ანუ როგორც თვითონ გაცემის, ხო თავად რომ გაცეს სიყვარული, თავად რომ რაღაცას მოეფეროს, იზრუნოს, ამის შიში ხო აქ. და პარალელურად შიში აქვს სხვისი სიყვარულის. ნუ ასე კუჩი თუ დაძდებს ვიღაცა რა თქმა უნდა ექნება კიდევაც. კიდე რისი შიში გაქვს. ეცეთ როგორი ისა აქ რომ არ ვიცი არაპატიებენ რაღა აი დანაშაულის გზნობა აქვს. ისევ და ისევ ოჯახის ანუ აი არ ვიცი წინაპრების და ოჯახის ერთად მისი უმოქმედობა. მას გონია რომ ამ უმოქმედობისთვის აი რაღაცა ლისთვის ისჯება. თავისი უმოქმედობისთვის რაღაცა გააკეთა, მერე უმოქმედოთ იყო და თulis რომ ისჯება. და აი ეს მთელი სიკეთეები რაც მას ჰქონდა, წარმატება იყო ეს, არ ვიცი, პერსპექტივა იყო, სიმდიდრე იყო თუ რაც, ხო? ამ ყველაფერს კარგავს, იმიტომ რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი იყო დადგმული და იცის რომ არასწორად მოიქცა. და უმოქმედობა და თითქოს ახლა ამბობს აი სამართლიანად ვიქცევი. აი ხა რომ გლის ხახაში ვარ ჩავარდნილი, ეს სამართლიანად არის და რომ ვისჯები, იმიტომ რომ აი ჩემმა უმოქმედობა რაც უნდა გამეკეთებინა, იმას არ ვაკეთები და ჩემმა უმოქმედობამ მომაქცია სწორედ აი ამ რაღაცა სიბნელეში, რა სიბნელეშიც ვარ მოქცეული. ხო. ეს პიროვნება არ იტყვე თავიდან ბოლომდე საერთოდ სხვა ადამიანის. გავხსენი და მაინც ამ დასტაში არის ესეთი დაფარული, ესე იგი აქ ბევრი დაფარული რაღაცა შეიძლება ვიპოვოთ ჩემო კარგებო. მე ამ პიროვნებასთან გავაკეთებდი ძალიან დეტალურ დიაგნოსტიკას და საერთოდ თუ წყვილი ხართ და მთელი ამბებია თქვენთან, ორივეზე გავაკეთებდი დიაგნოსტიკას. რაღაცა მისი მდგომარეობა აი ესე ჩანს. ხო? ახლოს არის მასთან. ტყვეობაშია. ყველანაირ ტყვეობაში ეს პიროვნება. მე ვსავებ. ავიღებ და შევხედავ. ასე როგორ მიუშვით და აქამდე როგორ მიუშვით. მაგრამ აქ სწრაფად შეიცვალა პიროვნება, ის სწრაფად შეიცვალა მოვლენები რა. ძალიან სწრაფად შეიცვალა მოვლენები. ნახოთ ახლა თუ გაგვაგრძელებინებს, გავაგრძელებთ თუ არა და რაც სათქმელი იქნება, აგერ ბოლოსკენ ვიტყვი. ანუ არის აქ შანსი.
ჯერ კიდევ არა იცით რა არის აი ისევ და ისევ ზუსტად ესე ამოგვივიდა ხო აი ხა ავრიე დასტა ახლიდან დავდევით ისევ და ისევ ამოვიდა გვეუბნება რომ რაღაცა შანსი არის ანუ ბოლომდე წასული არის მე ისევ გვიჩვენებს რომ არა ეს ილუზია ეს ყველაფერი ანუ აქ ძალიან რატო და იმიტომ რომ ეს ადამიანი ისევ მოგვიქცია აი ამ ყინულებში იგივე გაიმეორა აი არეულ დასტაზეც აბსოლუტურად იგივე გაგვიმეორა რომ ეს ადამიანი არის მოქცეული რაღაცა ყინულის კუბოში არ ვიცი რაღაცა არ მინდა ხა ეგეთ სიტყვა გამოვიყენო მაგრამ ესეთი ემოცია მოდის როდესაც უყურებ გამოსავალი ნუ სიკვდილი გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არის ვაი ნუ ერთგული ადამიანი ალბათ ძალიან რთული იქნება ძალიან ერთგული ადამიანი უნდა იყოს ძალიან აფასებდეს ამ პიროვნებას ხო ვინც აი ესეთ ბრძოლაში შევა და შეძლებს რომ არც გადაარჩინოს ხო შეგვიძლია თამამად შეგვიძლია ვთქვათ იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ჩაკეტილი არის აი ამ საცეცებში მოქცეული და ძალიან უკან მიდის საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიკითხეთ ამ პიროვნებას კიდევ რომ აშკარაა რომ ეს ადამიანი შველას ითხოვს მისი ენერგეტიკული ტონუსი არის ძალიან დაცემული და აი ამ ბნელ სხვენში რაღაცა ცუდი რაღაცები არის სულ რაც მას ეხება პირადად რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ასე შემდეგ როგორც გინდათ შეაფასეთ გინდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გინდა ფიზიკური მდგომარეობა პრობლემები აქ არის ასე რომ აი ამ სხვენში რომელშიც ჩვენ ახლა შევხედეთ მართლა ძალიან ბნელა და ძალიან ბევრი სიბინძურეა როგორც ჩანს არ ვიცი ვისთან რეზონირდება ასე მძიმედ ეს გაშლა ვისთანაც რეზონირდება იცით შეგიძლიათ მომართოთ პირადად მომწეროთ და მე უკვე დაზუსტებით თქვენზე მოგებულად ნახოთ ყველაფერი შეიძლება იცით კიდევაც ხო ახლა რაც თქვი ნუ პრინციპში მიხვდებით რომ იმიტომ რომ თუ რეზონირდება ესე იგი იცით და ესე არის ეს საქმე მოკლედ ველოდები თქვენს გამოხმაურებას ყველას დიდი მადლობა რომ ხართ ჩემს არხზე რომ უყურებთ ჩემს გაშლებს თითოეულ თქვენთაგანს ვინც გამოიწერა ჩემი არხი ვისაც მოწონს ვინც აკომენტარებს ლაიქებს თუ მოწონება აქვს ყველას თითოეულ თქვენთაგანს ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის მეულევ ბედნიერებას სიყვარულს სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ